მასწავლებლის სახლში პედაგოგების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე პედაგოგებმა მოხსენებები წაიკითხეს. ძირითადი საკითხები იყო საგანმანათლებლო პროექტების მართვა, მშობელთა ჩართულობა მსგავსი პროექტების განხორციელებაში და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. კონფერენციას თბილისიდან და რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე პედაგოგი დაესწრო. პროექტ e-twinning plus-ის ფარგლებში პედაგოგები და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა წარმომადგენლები საერთო პორტალის მეშვეობით ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს ქმნიან. ამ ეტაპზე პორტალზე საქართველოს მასშტაბით 560 პედაგოგი არის დარეგისტრირებული. პროექტი მასწავლებლების ტრენინგებსა და საზღვარგარეთ სტაჟირებასაც ითვალისწინებს. 500-ზე მეტი მასწავლებელი იღებს მონაწილეობას და ეს პროგრამა თანდათან ფართოვდება. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები იზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას, არა მარტო ქართველი მასწავლებლები, არამედ საერთაშორისო გამოცდილებას უცხოელ მასწავლებლებთან უზიარებენ და იღებენ თვითონაც. პროექტებით მუშაობა არ არის რთული, პირიქით სახალისოები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სააზროვნო უნარებს ანვითარებს ბავშვებში, თან ხელს უწყობს ერთმანეთთან კომუნიკაციას და თუ ეს მოხდება უცხოელებთან, მით უმეტეს იმ ქვეყნებთან, რომელთან ერთადაც ჩავერთეთ, როგორც პედაგოგისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია